მოგესალმებით ყველას გრიმუარის არხზე. თავდაპირველად ამ თემის ჩაშლავს ვფიქრობდი სტატიის სახით, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე ვიდეოს ჩაწერა, რადგან ვფიქრე, რომ ასე უკეთესი იქნებოდა და ალბათ ჩემთვისაც უფრო მარტივი. დღევანდელი საუბრის თემა, როგორც უკვე მიხვდით, არის ცხოვრების მიზნის, ცხოვრების გზისა და სწორი საქმიანობის შერჩევა. ეს ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი თემა, რომლითაც მომართავენ ხოლმე კონსულტაციებისას და ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას აინტერესებს, რა არის მათი მისია, რა არის მათი ცხოვრების გზა, საით უნდა წავიდნენ, რა უნდა გააკეთონ, რა არის სწორი, არასწორი და ასე შემდეგ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ ყველაფერზე მესაუბრა ვიდეო ფორმატში და გამეზიარებინა ჩემი მიგნებები და ინფორმაცია, რომელსაც ვფლობ ყველასათვის. როდესაც განვიხილავთ ხოლმე სწორი საქმის, ან მეტად ნაყოფიერი საქმის თუ სფეროს შერჩევის საკითხს, ძირითადად ვაწყდებით ხოლმე არაერთ და 1000 გვარ მოსაზრებებს, იდეებსა და შეხედულებებს დაწყებული ეზოთერული თეორიებით და დამთავრებული ფსიქოლოგიური თუ სოციოლოგიური კვლევებით. ამ შემთხვევაში მე რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე საუბრით არ მოგაწყენთ თავს, იმიტომ რომ თეორიები ნამდვილად არის უთვალავი და ყველას ფიზიკურად ვერც ჩამოვთვლით. და რომც ჩამოთვალოთ, გარდა იმისა, რომ ბევრი სასარგებლო თეორია, აგრეთვე მოვისმენთ უამრავ უსარგებლო თეორიას. ამიტომ მე დღეს ვისაუბრებ პირადად ჩემს აზრზე, ეს არის ჩემი დაკვირვებები, ჩემი გამოცდილება, რომელიც აგრეთვე აერთიანებს გარკვეულ ზემოხსენებულ თეორიებს, გარკვეულ კვლევებს, გარკვეულ ინფორმაციას და რა თქმა უნდა მოღვაწეობის პროცესში, ადამიანებთან ურთიერთობის პროცესში მიღებულ ინფორმაციასაც. სანამ უშუალოდ მიმართულებას მოგცემთ, მინდა რომ აგიხსნათ რა გზის გავლა მომიწია იმისათვის, რომ აი ამ დასკვნებამდე მივსულიყავი, რომელსაც დღეს განვიხილავთ. მეც ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანს, რა თქმა უნდა მქონდა კითხვები, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის მაგალითად ადამიანის მისია, კარმა, ცხოვრების გზა, ბედისწერა, კარიერული წარმატება თუ სხვა მსგავსი სფეროები, რომელიც შეგვიძლია 1000-ნაირად მოიხსენიოთ, თუმცა იდეა რა თქმა უნდა უცვლელი რჩება, ჩვენთვის სწორი საქმისა და მიმართულების მიზნის პოვნა. პრინციპში რაც თავი მახსოვს, ყოველ შემთხვევაში მეტნაკლებად გაცნობიერებული ასაკიდან დღემდე ფაქტობრივად ერთი და იგივე რაღაცები მომწონს და ერთი და იგივე საკითხები მიზიდავდა. ერთ-ერთი ამ სფეროებიდან არის სწორედ ის, რასაც ვაკეთებ ამჟამად, საიდანაც მიცნობთ და რითიც ვარ დაკავებული ამ წუთში, ეზოთერიკა, ალქიმია, ფილოსოფია და სხვა მსგავსი საკითხები. სანამ დავიწყებდი უშუალოდ იმის გარკვევას თუ რა პრინციპით შეიძლება იპოვოს შენი გზა, მქონდა რა თქმა უნდა ჩემი მოსაზრება, რომელიც თითქოს და როგორ გითხრათ, თითქოს სხეულში გაქვს თანდაყოლილი პროგრამის ან რაღაც მეხსიერების ფრაგმენტის მსგავსად ჩაწერილი რა. დღეს რასაც ვისაუბრებ, რა თქმა უნდა ეს უკვე არის უფრო დახვეწილი, შეკრული, გალამაზებული ვერსია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გამზადებული და გადაღეჭილი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანს აწვდის შენს აზრს, არ არის სწორი, რომ უბრალოდ რაღაცა რაც თავში მოგივიდა და რაღაც რაც გიტრიალებდა, ესე გააზიარო. საჭიროა რომ თქვა კიდევ ვიღაცას მოусმინო და აკვირდეს ხვების აზრს, წაიკითხო რაღაც და ასე შემდეგ. თუმცა ხას გავუსვამ კიდევ ერთხელ, ჩემი მოსაზრება მქონდა თავიდანვე. ყოველთვის რაღაცის მწამდა, რასაც ცოტაღანში გავაჟღერებ და საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ აი ამდენი კვლევის, კითხვის, ყურების, მოსმენის, მუშაობისა თუ სხვა გამოცდილების შეძენის შემდგომ ისევ იმ დასკვნამდე მივედი, რაც თავდაპირველად მქონდა თვითონვე. ანუ მარტივიანით რო გითხრათ, ის დასკვნა, რომელიც ჩემში არსებობდა თავიდანვე, პატარა ეს რაღაც ინსტრუქცია, რა არის ადამიანისათვის სწორი გზა, სწორი მიმართულება თუ მიზანი. საბოლოოდ გამართლდა. ამით იმის თქმას კი არ ვცდილობ, რომ მაგარი ვარ და რაღაც საოცარი აღმოვაჩინე. არა, ესეთი დასკვნა გაუკეთებია ძალიან ბევრ ადამიანს, ნამდვილად არ ვარ უნიკალური, ბოლოს და ბოლოს საბოლოოდ რისი მეშვეობითაც შევკარი ეს ინფორმაცია, რაც დღეს გესაუბრებით, არის კიდევ 1000 სხვა, ალბათ ფილოსოფოსის, მეცნიერის, ეზოთერიკოსის თუ სხვადასხვა სფეროების სპეციალისტების, ადამიანების აზრი აღებული ერთად, იმიტომ რომ ეს არის უნივერსალური ჭეშმარიტება. ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ მაინც შეიძლება იყოს ჭეშმარიტება. არ ვამბობ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი აზრი, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს მაინც, თუნდაც ერთ ან ორ ადამიანს თუ დაგეხმარებათ ეს ინფორმაცია, ჩავთვლი, რომ ჩემი და კონკრეტულად ამ ვიდეოს მისია შესრულებულია. მარსადამე, ჩემი იდეა მდგომარეობს შემდეგში. ადამიანმა თავიდანვე ძალიან კარგად იცის რა უნდა და რისთვის არის მოსული.
უბრალოდ შეიძლება მერე აერიოს გონება და აზრი და ან ზოგ შემთხვევაში უბრალოდ დაავიწყდეს ეს ყველაფერი. სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ადამიანმა როგორც წესი თავიდანვე ძალიან კარგად იცის რის იკეთება უნდა, გულისხმობ თუნდაც ბავშვობას, ადრეულ ასაკს და ვგულისხმობ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ წუთში ვიყოთ დაკავებული ბევრი ისეთი რაღაცით, რაც არ მოგწონს ან რაც დრო მოიტანა ან საჭიროებამ, გულის სიღრმეში მაინც ვიცით რა არის სწორი პასუხი. და ეხლა მინდა რომ ერთად მივიდეთ ამ პასუხებამდე და დაგეხმაროთ, რომ თქვენც მიხვიდეთ იმ პასუხებამდე თუ რა იქნება თქვენთვის ყველაზე სწორი და კარგი ამჟამად. ხაზი უნდა გაუსვათ, რომ შესაძლოა საჭიროებები შეიცვალოს. შესაძლოა შეიცვალოს ეს ცხოვრების მიზანიც. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს რა პასუხამდეც ჩვენ მივალთ, აუცილებლად გავყვებით ამ პასუხს და ამ შედეგს პირობითად 50 წლის შემდგომაც. შესაძლოა ამ დროის მანძილზე რაღაც მისია ადამიანმა ამოწურო და ეგ სავსებით ნორმალური, ანუ მისია ან ცხოვრების გზა არ გულისხმობს იმას, რომ მას აუცილებლად სამუდამოდ ასრულებ. ყოველ შემთხვევაში გულისხმობს იმას ნამდვილად, რომ მას რაღაც ეტაპი მაინც ასრულებს შენი ცხოვრების, ან გარკვეული დრო მაინც. ვიღაცებისთვის ეს შეიძლება იყოს სამუდამოდ ერთი თუ მეორე საქმით დაკავება, ვიღაცების შემთხვევაში 10 წლით, ვიღაცისთვის 20 წლით და ასე შემდეგ. ამიტომ იქონიეთ ეს მიმღებლობა, გახსნილობა, ესე რომ ვთქვათ, შინაგანი და გონებრივი, რომ შესაძლოა ის, რასაც აღმოჩენთ, არ იყოს სამუდამო და არც არის აუცილებელი. იმიტომ რომ ნახეთ, პირობითად თუ თქვენ დღეს მიხვედით რაღაც X პასუხამდე, აი თქვათ ჩამოყალიბდით ესეთ აზრამდე, რომ მე უნდა ვიყო ექიმი. კარგი, დაუშვათ, ექიმი ხართ, პირობითად 10 წელი იმუშავეთ ექიმად. და ეხლა რო აღმოაჩინოთ რაღაც უკეთესი, რატომაც არა, ხო? გადახვალ ახალ მისიაზე. ანუ აი ხშირად როდესაც ამ მისიებზე, მიზნებსა და ცხოვრების გზაზე საუბრობენ ხოლმე ადამიანები, გონიათ, რომ ეს არის რაღაც ერთი და ფიქსირებული. იმისთვის საუბრობ ამდენს, რომ მინდა ის იდეა მოვიტანო პირველ რიგში თქვენამდე, რომ მისია შეიძლება გქონდეს ბევრი, ანუ არ არის აუცილებელი, რომ მარტო ერთი საქმით იყო დაკავებული და აგრეთვე არ არის აუცილებელი, რომ იმ საქმით იყო დაკავებული მუდმივად, მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში. მარსადამ ეხლა, საიდან მივდივარ აი ამ დასკვნებამდე? ჩემი აზრით, ცხოვრების გზისა და მიზნის შერჩევისას არსებობს 3 ძირითადი ფაქტორი, რომელსაც უბრალოდ გვერდს ვერავუვლით და სწორედ ისინი განსაზღვრავენ ყველაფერს. აი მაგალითად ტაროს სესიებზე და კონსულტაციებზე ხშირად ვეკითხები ხოლმე, ასე ვთქვათ, რაღაც იდეის გარშემო გაჭედილ კვირენტებს შემდეგ რაღაცას. აი ყველაფერი რომ შეგეძლოს, რას გააკეთებდი, მაგალითად ესეთ კითხვას ვსვამ ხოლმე ხშირად. ან დამისვამს ესეთი კითხვა, ულიმიტო ბარათი რომ მქონდეს, რომელზეც მუდმივად ირიცხება თანხა, რაში გამოიყენებდი ამ რესურსებს და ასე შემდეგ. ზოგი ახერხებს პასუხის გაცემას, ზოგიც ვერა. თუმცა გარდა ამ ორი კითხვისა არსებობს კიდევ რამდენიმე კითხვა, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს უფრო ცივი, უფრო საშიში და რთულიც. მაგრამ აუცილებელია, რომ ეს კითხვებიც დღეს გავაჟღეროთ იმისათვის, რომ მივიდეთ რაღაცნაირად იმ პასუხებამდე, რომელსაც შეიძლება ამ წუთში ეძებდეთ და რახანამ ვიდეოს უყურებთ, დიდი ალბათობით პასუხს ამ კითხვებზე ეძებთ. მარსადამე, იმისათვის რომ გავიგოთ რა არის თქვენი ცხოვრების მიზანი, პირველ რიგში არის საჭირო რომ განვიხილოთ აი ეს ზემოხსენებული 3 ფაქტორი, რომელსაც ვერავუვლით გვერდს. ესენი გახლავთ ბუნება, გონება და გარემო. მოდით დავიწყოთ უკნიდან. გარემო, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გულისხმობს როგორც გეოგრაფიულ გარემოს და მდებარეობას ადამიანის, ეს აგრეთვე შეიძლება გულისხმობდეს ნებისმიერ სიტუაციას თუ გარემო ფაქტორებს, რომელიც შეიძლება ახდენდეს ჩვენზე ზეგავლენას და ახდენდეს ზეგავლენას ჩვენს არჩევანზე, გადაწყვეტილებაზე და თუნდაც ჩვენს პერსპექტივებზე. დაწყებული იკვებით, დამთავრებული ოჯახის წევრებით, მეგობრების წრით და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს გარემოთ. გარემომ შეიძლება ხელი შეგიშალოს, შეიძლება პირიქით დაგეხმაროს, თუმცა შეიძლება ნეიტრალურიც იყოს. მეორე პუნქტი უკნიდან და პრინციპში წინიდანაც, იმიტომ რომ სამივე პუნქტია იყო გონება. გონება არის ამ შემთხვევაში ის, რასაც ჩვენ უწოდებთ ხოლმე ჩვენს ფიქრებს, აზრებს, ინფორმაციას, რომელიც შემოდის ჩვენში. გონებად შეგვიძლია ვიგულისხმოთ ცნობიერება მარტივად რო ვთქვათ ადამიანის. ცნობიერი აზრები, ფიქრები და პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ტვინში კოგნიტურ დონეზე. და მთავარი აქ არის ბუნება.
ბუნება არის ის, რაც არის თანდაყოლილი, მარტივად რო ვთქვათ, ბუნება არის ის, რამაც შევქმნა და როგორადაც შევქმნა. აი ხო გსმენიათ მაგალითად ადამიანზე ან თუნდაც ცხოველზე ზოგჯერ რომ აი ასეთია მისი ბუნება, ესეთია. სწორედ აი ამ ბუნებაზე გვაქვს საუბარი. მარსადამე, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი რომ გავიგოთ რა არის ადამიანის ბუნება? ადამიანის ბუნების გაგება და აი დანარჩენიური ფაქტორისაც იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბუნება ზეგავლენას მოახდენს ჩვენს სურვილებზე. სურვილები კი მეორეს მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. რადგან ერთის მხრივ ესეთი აღარ მახსოვს მე მგონი რაღაც საბავშვო სიმღერაში მოვისმინე ან ლექსში თუ არა გაქვს სურვილი, როგორ აგისრულდება სურვილიო დაახლოებით ესეთი ტექსტი იყო და როდესაც საუბარი გვაქვს მანიფესტაციებზე, პრაქტიკებზე, რიტუალებზე, ნებისმიერ რაღაცაზე ჩემეთ ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, აპრიორი. თუ კი არ გაქვს სურვილები, მართლა განწირული ხარ. არაფერი არ გამოგივა, იმიტომ რომ რა უნდა გამოგივიდეს, არაფერი არ გინდა. ამიტომ, როდესაც გაგაჩნია რაიმე სახის სურვილი, ეს სურვილი სიამბილეში წარმოადგენს უდიდეს იარაღს, უდიდეს რესურსს და უდიდეს მნიშვნელოვან მექანიზმს, ესე ვთქვათ. ნებისმიერი მიზნის განხორციელებას სჭირდება ენერგია, ხომ ასეა? დედა ბუნებამ და ევოლუციამ კი დაგვაჯილდოვა ისეთ საინტერესო რაღაცით, როგორც არის სურვილები და მოთხოვნილებები. ხშირ შემთხვევაში სურვილები და მოთხოვნილებები ან ზოგ შემთხვევაში მოთხოვნები ჩნდება სწორედ იმისათვის, რომ აღძრან ენერგია, რომელიც გვჭირდება ამა თუ იმ მოქმედების განხორციელებისათვის. თუ დაუშვათ ადამიანს აქვს რაიმე სახის მიზანი და სახული, მაგრამ არ აქვს სურვილი, ენერგია არ აღიძრება, ხო? შესაბამისად მიზანი არ იქნება მიღწეული. ასე რომ თუ გინდათ თქვენი ცხოვრების მიზნისა და გზის პოვნა, პირველ რიგში გჭირდებათ რომ გაიგოთ თქვენი სურვილები. ბუნება რა როლს ასრულებს? აქ ბუნება ასრულებს იმ როლს, რომ ის გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რომელი სურვილებია ავთენტური. მაგალითად, მოდური პალტოს შეძენა, ან არიცი, Starbucks-ში ყავის დალევა, ან რაიმე მსგავსი არ არის ავთენტური სურვილები. ეს არის გარემო. რატომ გარემო? იმიტომ რომ ეს არის კონსუმერიზმი, ეს არის მოხმარება, ეს არის პროდუქტი ისეთი რაღაცების, როგორც არის მედია, მოდა, ტრენდები, როგორც არის რეკლამა და ასე შემდეგ. ხო, მარტივად რო ვთქვათ, არც ერთი ადამიანი ალბათ არ იბადება დედამიწაზე იმ სურვილით, რომ რაღაც X ბრენდის ქურთუკი ჩაიცვას, ხო მაგალითად. ეს ყველაფერი მოდის თანდათან. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია ან კარგია. მატერიალურ კეთილდღეობას, ბრენდებს და ამ ყველაფერსაც რა თქმა უნდა აქვს თავისი ადგილი ცხოვრებაში. უბრალოდ ვამბობ, რომ ეს ამ წუთში არ არის ჩვენთვის რელევანტური. ჩვენ გვჭირდება მუშაობა ნამდვილ სურვილებზე. ნამდვილი სურვილები არის ის, რაც მოდის ადამიანის გულის სიღრმიდან და არა გონებიდან. აი, ეზოთერიული სფეროთი დაინტერესებული ადამიანები მაგალითად ძალიან ხშირად და ჩემი აზრით სამწუხაროდ ივიწყებენ სამყაროს ეგზოთერულ ფაქტორებს და საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. ვინც არის ის სიტყვა რას ნიშნავს? ეზოთერული ნიშნავს დაფარულს, უხილავს, ხოლო ეგზოთერული პირიქით. ხილულს გასაგებს და სავსებით ლოგიკურ და რაციონალურ მხარეებს, როგორიც მაგალითად შეიძლება იყოს ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ნევროლოგია, მედიცინა და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით აქ არის საუბარი ისეთ მეცნიერებებზე, ისეთ ცხოვრების ასპექტებზე, რომელიც არის ფიზიკური, რომელიც არის ხილული, დამტკიცებადი, ხელშესახები და დაკვირვებადი. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია შემდეგი რაღაც დავასკვნათ. გარდა იმისა, რომ ადამიანი არის, რა თქმა უნდა, სული, ენერგია, აურა და ბევრი სხვა რამ, ის აგრეთვე არის სხეულიც. ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ ცოცხალია, ხომ ესეა? ამიტომ ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება არა მარტო მის გონებრივ, ფსიქიკურ, სულიერ და ესეთ უხილავ მხარეებს, არამედ უნდა მივაქციოთ ყურადღება ფიზიკურსაც. და უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს გარკვეული ფიზიკური კანონზომიერებები, გარკვეული სავსებით ხილული და მატერიალური, ესე ვთქვათ, ფაქტორები, რომელიც განაპირობებს ჩვენს პიროვნებას, ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ქცევას და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, გენეტიკაზე. რადგან სხეული ეს არის ათასობით უჯრედის და ესე ვთქვათ, გენეტიკური მონაცემების პროდუქტი რა ფაქტობრივად. ჩვენ ვართ დნმ-ის და ამა თუ იმ მისი კომბინაციის, ფაქტობრივად, ფორმაციის რეზულტატი, თუ გინდათ ესე დავარქვათ. აი მაგალითად, შენი ხასიათი, თვალის ფერი,
ტერფის ფორმა, შიშები, ლტოლვები, მოგწონს თუ არა მწვანილი ან შეგიძლია თუ არა რძის პროდუქტის მირთმევა, ყველაფერი ეს არის გენეტიკის შედეგი. ის თუ რა მოგწონს, რა შეგიძლია, რაში ხარ კარგი ან ნიჭიერი, აგრეთვე არის დიდწილად განპირობებული გენეტიკით. შესაძლოა მაგალითად, წინაპართან რომელიღაც თაობაში იყოს ნათესავი, რომლის შესახებაც არაფერი ხსმენია და ზუსტად მისი ნიჭი ან რომელიმე მახასიათებელი შეიძლება იყოს გადმოცემული და ფორმირებული შენში. აი სწორედ ეს არის ბუნება. ის რაც ხარ, საიდანაც დაიბადე და როგორადაც დაიბადე, ესე რომ ვთქვათ, რაც მოგზდევს თან და რაც არის ჩადებული შენს გენეტიკურ კოდში. აი სწორედ ეს ბუნება არის ის, რაც განსაზღვრავს შენს სურვილებსა და მისწრაფებებს. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვაქვს საუბარი წარმატებაზე, განსაკუთრებით კი, მაგალითად, ფინანსურ და საქმიან წარმატებაზე, არის აუცილებელი, როგორც ვთქვი, რომ გქონდეს სურვილები და თუ კი გაქვს ეს სურვილები, მიზნები და ამბიციები, აუცილებელია, რომ ეს მიზნებიც იყოს სწორად დალაგებული. თუ გინდათ ესე დავარქვათ, იმიტომ რომ როგორც ვთქვი, ზოგი მიზანი და სურვილი არის ნამდვილი, ზოგიც არ არის. თუ ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღნიშნე, არ გაგაჩნია სურვილები, მაშინ ყველაფერი დამთავრებულია, ანუ აღარ არის საუბარი არავითარ წარმატებაზე, მაშინ გრჩება ორი რამ, ან უნდა გავარკვიოთ და აღმოვაჩინოთ სურვილები უბრალოდ თუ არ გაქვს რაც გაარკვევ, ან უნდა, რა თქმა უნდა, დავნებდეთ. მაგრამ თუ კი გაგაჩნია რაიმე სახის სურვილები და მიზნები, ამ შემთხვევაში უკვე გადავდივართ მომდევნო ეტაპზე. ეს არის ამ სურვილების მოსმენა, მათი გაანალიზება და მათი ფილტრაცია. არსებობს სურვილები, რომელიც, როგორც ზემოთ აღნიშნე, არის სიტუაციისა და გარემოს ნაკარნახები. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს ის სურვილები, რომელიც ყოველთვის გქონდა, რომელიც შესაძლოა ბავშვობიდან მოყვებოდეს საერთოდაც, რომელიც მიუხედავად წლების გასვლისა, მაინც ნარჩუნდება ხოლმე ადამიანში. ეს არის სურვილები, რომლებიც იმალება ჩვენი გონების სიღრმეში და შესაძლოა მათ არ ვანიჭებდეთ დიდ მნიშვნელობას, ან შესაძლოა არ გვახსოვდეს, მაგრამ სწორედ ისინი განსაზღვრავენ ძალიან ბევრ რაღაცას. მოდით ახლა დავადგინოთ რა არის და რას წარმოადგენენ აი ეს თქვენი ნამდვილი სურვილები. იმისათვის, რომ ეს სურვილების აღმოჩენის პროცესი გამოდგეს მაქსიმალურად ნაყოფიერი, აუცილებელია, რომ კითხვებს უპასუხოთ მაქსიმალურად პირდაპირ, შეულამაზებლად, თავდაუზოგავად, გულწრფელად. ნახეთ, ეს არ უნდა იყოს თქვენი გონების, თქვენი ფიქრების, აზრებისა და ანალიზის პროდუქტი. ამ შემთხვევაში ეს უკვე აღარ იქნება ბუნებრივი პასუხი. ეს უნდა იყოს თითქმის ავტომატური, დაუფიქრებელი რეაქცია. რაღაც, რაც მოდის შიგნიდან, რაღაც, რასაც გრძნობ და არა ის, რასაც იაზრებ. ნახეთ, რატომ ძალიან ხშირად ადამიანები ვცდილობთ ხოლმე პასუხებზე, უბრალოდ კითხვებზე ისეთი პასუხების გაცემას, რომელიც იქნება მოსაწონი. თავს ვაწონებთ ხოლმე ერთმანეთს, აი მაგალითად ფსიქოლოგთან მიდიხარ რომ დაგეხმაროს და საუბარს თავს აწონებ. ან ესაუბრები ეზოთერიკოს, იმასაც თავს აწონებ, იმის ნაცვლად რომ იყო გულწრფელი, ხო? რაც ხდება არა მარტო პირადი შეხვედრის ან ჩართვის დროს, მან კიდე არის ეს დაკვირვების ურთიერთობის წნეხი, მაგრამ ვიდეოების ყურებისასაც კი. აქ ხო პირობითად ახლა მე ხო ვერ გხედავთ. აქ ხო უბრალოდ მე ვარ ჩემთან წერ მიკროფონს ვესაუბრები, კედელს ველაპარაკები ფაქტობრივად. მაგრამ მაინც ეს იწვევს რა ადამიანში გარკვეულ რეაქციას და გვინდა ხოლმე რომ რაღაც ჩარჩოში ჩავჯდეთ, მოვირგოთ რაღაც სტანდარტს. აი შეეცადეთ რომ არც მე მომაწონოთ თავი, არც საკუთარ თავს, არც ვინმეს თქვენი თავისთვის აკეთებთ ამას, ამიტომ თქვენ თავთან იყავით გულწრფელი. მით უმეტეს რომ ამ პასუხებს ვერავინ ვერ გაიგებს აბსოლუტურად, ხო, თუ რა თქმა უნდა არ გაუზიარებთ. ხო, ერთ სიტყვით, ამიტომ კითხვებს რომ დავსვავ, გაეცით მას პასუხი მაქსიმალურად პირდაპირ, ზედმეტი ფიქრის გარეშე და ავთენტურად იყავით ბუნებრივი. ესე იგი, თუ მზად ხართ, ჩემი პირველი კითხვა არის შემდეგი. სად ხედავ შენს თავს 10 წელიწადში? მეორე კითხვა, დედამიწაზე აბსოლუტურად ყველა პროფესიასა და საქმეს რომ მქონდეს ერთნაირი ანაზღაურება, რომელ პროფესიას ან საქმეს აერჩევდი? ან დარჩებოდი თუ არა იმავე პოზიციაზე, სადაც იმყოფები ახლა? აქვე აღნიშნავ, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და დაფიქრდეთ ამ კითხვებზე, ან ამოწეროთ კითხვები და მერე გაანალიზოთ. მომდევნო კითხვა. ხვალ რომ გაჩუქონ $1,000,000, რაში გამოიყენებ?
კითხვა ნომერი 4. რომ გაიგო რომ 6 თვეში მოკვდები. რას გააკეთებ? რით დაკავდები ან როგორ გამოიყენებ ამ დროს? კითხვა მე-5. ვთქვათ, ყველაფერ ზემო ჩამოთვლილს მიაღწია. ყველაფერი გამოგვივიდა, ყველაფერი მოახერხე, რას მოიტანს ეს? როგორ იგრძნობ თავს? და ბოლო, მე-6 კითხვა. შენი ცხოვრება რომ დასრულებულიყო ამ წამს. კმაყოფილი იქნებოდი თუ არა განვლილი გზით და თუ არა რაც შეცვლით. ეს არის და ეს. აი ეს 6 კითხვა, რომელზეც გვჭირდება ცივი პირდაპირ და გულწრფელი პასუხი. ხაზი მინდა გავუსვა ოღონდ ერთ რაღაცას. აი მაგალითად კითხვა რო არის, რას იზავდი 6 თვეში, რო გაიგო რომ 6 თვეში აღარ იქნები, რომ გარდაიცვლები. რა თქმა უნდა, ყველა უპასუხებთ, რომ გავატარებ დროს შვილთან, ან მოვეფერები ძროულ შვილს, ან ქმარ შვილს, ან მოვინახულებ დედას. ეს ყველაფერი აბსოლუტურად გასაგებია. მაგრამ ნახეთ, ზრდასრული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არის გაჭედილი ცოტა არაგრამატიკულად ჟღერს ხარ, რასაც ვიტყვი, უცებ მომივიდა ეგეთი სიტყვა თავში. რაღაცობაში ან რაღაცობანას თამაში. გულისხმობ რას? ადამიანი ყოველთვის არის ხოლმე რაღაც გარდა საკუთარი თავისა. ხან დედა, ხან ბებია, ხან მამა, ხან ძმა, ხან შვილი, ხან ძმაკაცი, მოსწავლე, მასწავლებელი, იურისტი. სულ რაღაც როლები და პასუხისმგებლობებია და ბევრ ადამიანს საკუთარი ნამდვილი მედასურვილები ავიწყდებათ. ანუ ეს როლები ოჯახური ხშირად ყლაპავთ ხოლმე, მაგალითად ჯერ ისწავლიან, მერე და ოჯახდებიან, შვილებს გააჩენენ, ეხლა შვილს სჭირდება აღზრდა, საკუთარ თავს გადადებენ, გაზრდიან შვილს, მერე გზაზე დაყენება უნდა, გზაზე დადგება, თავის ოჯახს შექმნის, ეხლა შვილიშვილებთან უნდა მივეხმარო და აი ესე მიდის და ერთ დღესაც სამწუხაროდ თავდება ცხოვრება. ამიტომ მე გეკითხებით ამ შემთხვევაში არა ამას. იმიტომ რომ ამას ყველანი გავაკეთებდით, ვისაც ყავს ოჯახი, ვისაც ყავს მეგობრები, საყვარელი ადამიანები, ხო, ბოლოს და ბოლოს ადამიანი სოციალური არსება, ურთიერთობა ჩვენთვის ნომერი 1-ია. მე ვგულისხმობ, რას გააკეთებდით თქვენი თავისთვის, აი, რა სურვილები გაქვთ, რისი მიღწევა გინდათ, რისი შეგრძნება, რა გამოცდილების მიღება, ან რა საქმით დაკავება. იმიტომ ჩვენ ამ წუთში გვაინტერესებს მხოლოდ თქვენი სურვილები, როგორც პიროვნების და არა როგორც დედის, მამის, მოსწავლის თუ ნებისმიერ სხვა როლში და რაღაცობანას თამაში გაჭედილი ადამიანის სურვილები. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან კარგია, როდესაც ხარ მშობელი, როდესაც ხარ შვილი, როდესაც ხარ მეგობარი, უბრალოდ მარტო ეს არ უნდა იყოს. იმედია, სწორად მოვიტანეთ თქვენამდე ჩემი იდეა. ერთ სიტყვით, აი ამ 6 კითხვაზე გაცემული პასუხი არის ის, რაც თქვენ გინდათ. აი პირველ კითხვაზე რაც უპასუხეთ, მაგალითად, სად ხედავ შენს თავს 10 წელიწადში. დიდი ალბათობით დაგვანახებს იმას, რამდენად ვართ, ესე ვთქვათ, სწორ გზაზე რა. ან როგორ გვინდა რომ ვიყოთ 10 წელიწადში, შეება ეს დაგვანახოს. ან როგორ არ გვინდა რომ ვიყოთ 10 წელს, შეება ესეც დავინახოთ. გააჩნია რა უპასუხეთ. მეორე კითხვა. დაგანახებთ რა გინდათ, მიდის სურვილამდე. რატომ ხო? იმიტომ რომ ესეთი ულიმიტო შესაძლებლობა გაქვს, სადაც უეჭველად გაქვს ფული, კარგად ხარ, რაც არ უნდა გააკეთო და შეგიძლია აერჩიო ბუნებრივად წნეხის გარეშე. მოდით მოვიყვან მაგალითად და დავუშვათ პიროვნება არის იურიდიულ კომპანიაში დასაქმებული, დიდად არ უყვარს მისი სამსახური, მაგრამ უწევს აქ მუშაობა, იმიტომ რომ თავის დროზე ჩააბარებინა მშობელმა იურიდიულზე მაგალითად და მაგის მერე არც უსწავლია რაიმე ახალი, დიდად არც იცის რა უნდოდა და პრინციპში უწევს ახლა მუშაობა, იმიტომ რომ იქ გადასახადები აქვს, ფული სჭირდება, ერთ სიტყვით გარემო ავალდებულებს. ვთქვათ, ამ ადამიანს შევთავაზეთ, რომ ნებისმიერი სხვა პროფესიით დაკავება შეუძლია და ანაზღაურება ექნება ასევე კარგი. არ აქვს ნიშნობა იურისტად მიმუშავებს თუ ნებისმიერ სხვა რაღაცად. აი თუ კი ის ამ წუთში ამბობს, რომ ხატვარი ვიქნებოდიო მაგალითად, ან დიზაინერი გავხდებოდიო, ეს რა თქმა უნდა უკვე მეტყველებს იმაზე, რა არის მისი ნამდვილი სურვილი, ხომ? და უკვე გამჭირვალეს და გასაგებს ხდის, რომ ამ იურიდიულ კომპანიაში მუშაობა ნამდვილად არ უნდა. მომდევნო კითხვა რას გვაძლევს, ხომ? ხვალ რომ $1,000,000 გქონდეს, რაში გამოიყენებდი? კი, ყველა უპასუხებთ, რომ აი, მშობელს დავეხმარები, მეგობარს ვალს გადავუხდი და უშუალოდ შვილის სწავლას დავაფინანსებ, ბინას ვიყიდი, მაგრამ ამ ყველაფრის მერე კიდე რაღაც თანხა ხომ მორჩება და დიდი ალბათობით ყველა იტყვის, რომ საქმეში ჩავდებ.
და დიდი ალბათობით ეს იქნება საქმე, რომელიც უფრო მეტად გაინტერესებს, ვიდრე ის, რასაც ეხლა აკეთებ, ხო? ეს არის კიდევ სურვილი. ანუ კვლავ ამ კითხვასაც მივყავართ სურვილამდე და აბსოლუტურად ყველა ქვემოჩამოთვლილ კითხვას მივყავართ სურვილამდე. ერთადერთი მეექვსე კითხვა, რომელიც ეხება იმას, რამდენად ვიამაყებდით ჩვენი განვლილი გზით და რამდენად კმაყოფილი ვიქნებოდით, რომელიც გვაბრუნებს ფაქტობრივად პირველ კითხვასთან. პირველი და ბოლო კითხვები ამ შემთხვევაში გვაწვდის პასუხს შესაძლოა იმაზე, თუ რა გვინდა, რა არის ჩვენი სურვილი, მაგრამ ჩემი აზრით უფრო მეტად პასუხობს იმას, რა არ გვინდა. ხშირად იმისათვის, რომ მიხვდე რა გინდა, საჭიროა რომ გაიგო ჯერ რა არ გინდა. ხო ეგრეა ხომ, მაგალითად როცა საჭმელი გინდა. რას შეჭამშება კითხოს, ხო, გვერდით ყოფმა ადამიანმა. მაგალითად შეიძლება უპასუხო ხაჭაპურს არა. ძალიან კარგი ერთი კერძით ნაკლები უფრო მარტივია, ხო ძებნა. ხო ასე რომ საჭირო ამის განსაზღვრა. რა გინდა? თუ არიცი რა გინდა, შესაძლოა იმის გარკვევა რა არ გინდა. დაგეხმაროს ამ ყველაფერში. იმედია აქ ამოვწურეთ და დიდი იმედი მაქვს რომ ამ 6 კითხვაში უკვე აღმოაჩინეთ ასე თუ ისე რა გსურთ. ახლა გადავედით მომდევნო საკითხზე. მომდევნო საკითხი ეხება შემდეგ რაღაცას. პირველი, როდესაც ჩვენი გონება, საუბარი მაქვს კვლავ იმ თავისმოხმეულ სურვილებზე, ცნობიერებით, ლოგიკით მიღებულ სურვილებზე და ჩვენი ბუნება, ანუ ის ავთენტური სურვილები, ავთენტური მიდრეკილებები, როდესაც ეს ორი ერთმანეთთან არ არის თანხვედრაში, ბუნება იწყებს ხელის შეშლას და ბუნება ყოველთვის იმარჯვებს. ზუსტად ეს არის ხოლმე, რაც გონიათ მერე, ხან ჯადო, ხან ცუდი იղბალი, ხან რა და ხან რა. კი, რა თქმა უნდა, შავი მაგია, უიღბლობა, უბარაკობა, ავითვალი, ეს ყველაფერი არსებობს, მაგრამ დამიჯერეთ ეს ძირითადად არის ხოლმე პრობლემების ძალიან მცირე ნაწილი. ადამიანებს რო გადავხედოთ სტატისტიკურად, ვთქვათ, ვინც მომმართავს ხო ენერგეტიკული დიაგნოსტიკისთვის, ვისაც უკეთები გწმენდებს, ილისმებს, ამულეტებს. ძირითადად როგორ გითხრათ, 60-70% შემთხვევაში მათ არ აქვთ არავითარი ესეთი შავი მაგიის კვალი ან რაიმე მსგავსი. ძირითადად პრობლემები არის ხოლმე ისევ თვითონ ადამიანში. კი, ის 30%-იც არსებობს, შეიძლება 40 მაქსიმუმ, მაგრამ არა მეტი. ანუ მარტივად რო თქვათ, ძირითად შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ესე ბრწყალებს შევთქვათ, მისტიურად ეშლება ხელი, გარდა იმისა, რომ აქ შეიძლება იყოს მაგიის კვალი, აქ არის ხოლმე აგრეთვე ჩვენი ბუნება ჩართული, რომელსაც არ მოსწონს ის, რასაც ვაკეთებთ. არ მოსწონს რატომ? აკეთებ იმას, რაც არ გინდა, შესაბამისად, რო არ გინდა, ის აღარ გამოყოფს ენერგიას და გებრძვის. თან საქმე ნახეთ რაშია. ბუნება არის ძალიან ჭკვიანი. იმიტომ რომ ეს თანდაყოლილი ბუნება ადამიანის არის ევოლუციის შედეგი. ხო, ევოლუცია კი ყველა ვარიანტში ემსახურება გადარჩენას, გაუმჯობესებას, წინსვლას, განვითარებას და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ეს ჩვენი ბუნება ხშირად ხელს იმიტომ კი არ გვიშლის, რომ მტრობს ან გვსჯის ან გამწარება უნდა, არა, ის გვიცავს. რეალურად ყველაფერი ეს არის თავდაცვითი მექანიზმი. ყველაზე მარტივ შემთხვევაში რისგან გვიცავს? გვიცავს ამ შემთხვევაში წარმატებისგან, რომელსაც მაგალითად ადამიანი ვერ უმკლავდება. აი მაგალითისათვის ავიღოთ ადამიანი, რომელიც ვერ ანაწილებს თანხას, ვერ უვლის ფინანსებს, 2000 ლარი აქვს სულ და იმ 2000 ლარსაც ფაქტობრივად პრობლემურად იყენებს რა და პრობლემებს იქნებს. აი ხო წარმოიდგინეთ ეს ადამიანი მილიონს გაუმკლავდება? თუ 2000 ლარით ღებულობს 2000 პრობლემას, მილიონით მიიღებს მილიონ პრობლემას რა მარტივად რო თქო და შეიძლება ბუნება ამიტომ გიშლიდეს ხელს წარმატებაში. იმიტომ რომ არიცი ამ წარმატების მოფრთხილება, არიცი ამ წარმატების გამოყენება, შეიძლება წარმატებამ პრობლემები მოიტანოს ზოგჯერ. მაგრამ უარეს შემთხვევაში ბუნება გვიცავს საბოლოო იმედგაცრუებისა და სასოწარკვეთისაგან. ეს ხდება და მოდის მაშინ, როდესაც ადამიანმა ძალიან ბევრი წლები დახარჯა ამა თუ იმ საქმის კეთებაში, რაც თურმე საბოლოო ჯამში სულაც არ აბედნიერებდა და არ მოსწონდა. ეს არის ალბათ ყველაზე საშიში შედეგი. ასე რომ საბოლოოდ ჩვენი მთავარი მიზანი არის იმის კეთება, რაც გვაბედნიერებს და რაც მოგწონს. სხვა შემთხვევაში იცით როგორი რაღაცა შეიძლება აკეთო ბევრი რამ, რაც არ მოგწონს, რაც არ გსიამოვნებს, რაც გგონია რომ საჭიროა, მაგრამ აი ხო იცით, ბევრი რამე წარმავალია, მე არ უნდა პესიმისტურად უყუროთ ყველაფერს, ეს წარმავალია, რა უნდა დათქმე აწმყოთი ამ მომენტით უბრალოდ
საბოლოოდ მაინც წარმავალია და საბოლოოდ მაინც დაგჭირება ხელში მოგონებები. ასე რომ ის კარგი ხელფასი შეიძლება დიდად არ შეგერგოს თუ კი ეს არ არის ბედნიერად მიღებული ხელფასი, ხვდებით ხომ? მით უმეტეს რომ თუ ეზოთერულ მხარესაც გავითვალისწინებთ და ვისაუბრებთ ფინანსურ ენერგიაზე და ბარაქაზე, მისი ძალიან დიდი ნაწილი არის დაკავშირებული სიამოვნებასთან და ბედნიერებასთან, კმაყოფილებასთან. ამიტომ შეეცადეთ რომ ამ ყველაფერზე იზრუნოთ. აი მეორე საკითხია უკვე, რომ გავირკვევით ჩვენ სურვილებში და მიზნებში, ამდენად ემთხვევა ჩვენი სურვილები გარემოს. გონებასთან თუ ემთხვევა ან არ ემთხვევა, ეგ პრინციპში უკვე გავიგეთ, ვისაუბრეთ, მაგრამ აი გარემოს შემთხვევაში სიმართლე თქვა, პასუხი არის ბევრად მარტივი. თუ ჩვენი სურვილები და გარემო ერთმანეთს არ ემთხვევა, მოხდება 3-დან 1. პირველი ჩავფლავდებით, მოგვიწევს რომ დავნებდეთ, რა თქმა უნდა ეს ვარიანტი ყოველთვის განიხილება, მაგრამ ეს არ არის საშიში, რადგან შეგიძლია კიდევ ერთხელ სცადო ან სხვაგვარად სცადო. მეორე ვარიანტი ეს არის ცხადია, ჩნდება აუცილებლობა იმის, რომ შენი სურვილი ადაპტირდეს და ცოტათი მოერგოს გარემოს, ან მესამე ვარიანტი, ჩნდება საჭიროება, რომ შეიცვალოს გარემო. მაგალითად, რომ წახვიდე, იქიდან სადაც ხარ. მაგალითად, რომ შეცვალო წრე, შეცვალო საზოგადოება, შეცვალო აქტივობები, სიტუაცია შენს გარშემო და ასე შემდეგ. ამაზე მინდოდა რომ ესაუბრა დღეს. თითქოს ვიღაცამ შეიძლება მithქვას, რომ ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდითა, მაგრამ ხო იცით, ის რაც ისედაც ვიცოდით, არის ხოლმე ზუსტადაც რომ ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი. ბოლოს და ბოლოს ჩვენ დღევანდელი საუბარი სწორედ ამით დავიწყე. რომ ადამიანმა ყველაფერი ისედაც ძალიან კარგად იცის, ისედაც არის ეს ყველაფერი ჩვენს ჩადებული, უბრალოდ არ უსმენთ. ამიტომ გამიხარდება თუ ამ ყველაფერზე დაფიქრდებით, რაც ვისაუბრეთ და ძალიან გამიხარდება თუ კი ეს ყველაფერი დაგეხმარებათ. გისურვებთ წარმატებებს, შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. ბედნიერად.